საქართველოს მომხმარებლის უფლებების საერთაშორისო დღეს უერთდება და ქვეყანაში მოქმედი მარეგულირებელი ორგანიზაციების ჩართულობით მესამე საერთაშორისო კვირეული გაიხსნა. გახსნითი ღონისძიება სასტუმრო პულმანში გაიმართა, საიდანაც პირდაპირ ეთერში ანა არჩვაძე გვერდება და იგი კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ირაკლი ლექვინაძესთან ერთად კვირეულის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას გაგვაცნობს. ანა, მოგესალმები, მივესალმები ბატონ ირაკლის და გისმენთ. მოგესალმები გიორგი, მივესალმები ბიზნეს პოსტის მაყურებელს. საქართველოს მომხმარებელთა დაცვის მესამე საერთაშორისო დღეს კვირეულის სახით უერთდება. დღეს გაიხსნა ღონისძიება და 15 მარტს დასრულდება. 6 მარეგულირებელი უწყება არის ორგანიზატორი ღონისძიების. ღონისძიებაზე ახლა მსჯელობენ საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე, ასევე ამ მიმართულებით მიღებულ შედეგებზე, გამოწვევებზე და აღსრულების მექანიზმებზე. ღონისძიების შესახებ უფრო ვრცლად ახლა კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე გვეტყვი, შემოგვიერთდება. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, დღე ძალიან დატვირთული გაქვთ და მადლობა თქვენი დროის დათმობისთვის. ბატონო ირაკლი, როგორც აღნიშნეთ, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებათა დაცვის სააგენტო არის ერთ-ერთი მთავარი უწყება, რომელიც ხელმძღვანელი არის ამ ღონისძიების. კიდევ რომელი მარეგულირებლები არიან დღეს ღონისძიებაზე, ორგანიზატორები და ვინ არიან მონაწილეები? ასევე რომ გითხრათ, მთავარი განსახილველი საკითხი რა არის? მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს მივესალმები, დიდი მადლობა ჩართვისთვის. დღეს დაიწყო მომხმარებელთა დაცვის კვირეული, რომელიც ეხმიანება მომხმარებელთა დაცვის საერთაშორისო დღეს, რომელსაც მთელი მსოფლიო აღნიშნავს. საქართველოს უკვე მესამეჯერ კვირეულით უერთდება აღნიშნულ ღონისძიებას და კვირეულის მიზანია ერთის მხრივ ცნობიერების ამაღლება დაინტერესებულ ჯგუფებში და მეტი ინფორმაციის მიწოდება ჩვენი მომხმარებლებისთვის და მეორეს მხრივ მსჯელობა იმ შედეგებზე და გამოწვევებზე, რომელიც ამ სფეროში გააჩნიათ იმ უწყებებს, ვინც არიან პასუხისმგებლები მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე და ასევე პროდუქტის უსაფრთხოებაზე. ორგანიზატორები კვირეულის არიან 6 მარეგულირებელი უწყება, ეს არის საქართველოს ეროვნული ბანკი, წყლისა და ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, დაზღვევისა და მხედველობის სამსახური, კომუნიკაციების კომისია და სურსათის უვნებლობის სამსახური და ჩვენ ერთობლივად უკვე მესამეჯერ დაინტერესებულ ჯგუფებთან ერთად ვჯელობთ ამ მიმართულებაზე. მთავარი თემა, რა თქმა უნდა, არის ის შედეგები, რომელიც ჩვენ გასულ წელს ჰქონდა და გასულ წლის შედეგებში მინდა აღვნიშნო, რომ დაახლოებით გაორმაგებულია მომხმარებლების მხრიდან აქტიურობა თუ 2024 წლის სურათში ვხედავთ და ეს გამოწვეულია იმით, რომ უფრო მეტი ინფორმაცია აქვს მომხმარებელს საკუთარი უფლებების შესახებ. გვაქვს მიღებული არაერთი გადაწყვეტილება და სტანდარტი, რომელიც უკვე სამოქმედო არის, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე მოვაჭრეებისთვის. მაგალითად, შემიძლია გითხრათ ფასტაკლებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, ქართულ ენაზე სერვისის მიწოდების გადაწყვეტილებები, სოციალურ ქსელში ფასის მითითება, ინფორმირება სტანდარტი, SMS მესეჯების დროს აგრესიული კომერციული რეკლამისგან თავის დაცვის სტანდარტი და მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები, რომლებიც მომხმარებელთა აქტიურობის შედეგად იქნა შედგენილი. გარდა ამისა, მთავარი თემა, რაც ჩვენ ალბათ მიმდინარე წელს იქნება ერთ-ერთი აქტუალური, იქნება სხვადასხვა მოწვდათ ჯგუფებთან კომუნიკაცია, გულისხმობ ეთნიკური უმცირესობები, შშმ პირები, საჯარო სკოლების უფროს კლასელები. დღეს ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და უკვე მიმდინარე წელს დაახლოებით 50-ზე მეტ სკოლას ვეწვევით, სადაც მომხმარებლების ძირითად პრინციპებს, უფლებების დაცვის ძირითად პრინციპებზე და კონკურენციის შესახებ მოვუყვებით მათ, რადგანაც მნიშვნელოვანია, რომ რაც უფრო მეტი ინფორმაცია აქვს მომხმარებელს, მით უფრო დაცულია და მით უფრო მეტად ხდება პრევენცია გადაწყვეტილებების. კი ბატონო ირაკლი, დღეს ღონისძიება თბილისში გაიხსნა, თუმცა შემდეგ დღეებში დაგეგმილი არის ღონისძიებების სამუშაო, საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა ქალაქებსა და რეგიონებში. სად და რა ღონისძიებები იგეგმება 15 მარტის ჩათვლით? დღეს ღონისძიება გაიხსნა თბილისში და თბილისში მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფები იყვნენ წარმოდგენილი ჩვენ შეხვედრაზე. ასევე ჩვენ გვექნება შემდეგი შეხვედრა ახალქალაქში, ჯავახეთის რეგიონში, იქნება ზუგდიდში და იქნება ბათუმში. ჩვენი მიზანია, რომ რეგიონებში განსაკუთრებით თბილისთან შედარებით, სადაც თბილისში მაინც ინფორმაცია მეტი აქვს მომხმარებელს, იქ ადგილობრივ მომხმარებელთან შეხვედრის შედეგად მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მათ და ეს არის ჩვენი
ცნობიერების ამაღლების კამპანიის კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ რეგიონებში წვდებით მომხმარებლებს. ბატონო ირაკლი, უკვე მესამე წელია, რაც საქართველოს შეუერთდა ამ მომხმარებელთა დაცვის საერთაშორისო დღეს. რა გვასწავლა 3 წელიწადმა, რა შედეგები გვაქვს რომ გითხრათ? შედეგები ვფიქრობ ჩვენი უწყების გადასახედიდან არის ის, რომ და მაგალითად თუ შევხედავთ იანვარ-თებერვალს, გასული წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით 60%-იანი ზრდა გვაქვს მომხმარებელთა აქტიურობის. ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტმა მომხმარებელმა იცის საკუთარი უფლებების შესახებ. ძალიან ბევრმა მოვაჭრემ ჩვენი გადაწყვეტილებების შედეგად, მათ შორის განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესია უფრო მნიშვნელოვანი, გაასწორა საკუთარი სავაჭრო პოლიტიკა, უფრო მეტ ინფორმაციას აწვდის მომხმარებელს და რეალურად მომხმარებელი არის უფრო ინფორმირებული ამა თუ იმ ნივთის შეძენის დროს. განსაკუთრებით ეს ეხება ონლაინ ვაჭრობას, ძირითადად მაინც ჩვენთან შემოსული განცხადების 70%-მდე მოდის ონლაინ ვაჭრობის დროს, რადგანაც ეს უფრო მზარდი სექტორია, მომხმარებელი ხშირად იყენებს ამ მიმართულებას და თუ არის ნივთი, რომელიც ნახეთ ამა თუ იმ ვებგვერდზე, მახასიათებლებში სხვა იყო, მივიღეთ ნაკლოვანია, ან არ არის იმ მახასიათებლების, რაც იყო წარმოდგენილი, მომხმარებელს უფლება აქვს, რომ 14 დღის ვადაში უკან დააბრუნოს. შესაბამისად, მომხმარებელი ყველაზე ხშირად ამ ფორმით მოგმართავს ნივთის უკან დაბრუნება ონლაინ ვაჭრობის დროს. ამიტომ ჩვენი რეაგირება შესაბამისად ამ მიმართულებით მიმდინარეობს. თუ შევხედავთ მთლიან პერიოდს, დაახლოებით 600,000 ლარზე მეტი არის ის სარგებელი, რაც ჩვენი ჩართულობის შედეგად მიიღეს მომხმარებლებმა, როდესაც თანხა უკან დაუბრუნდათ, ან ნივთის გამოცვლა მოხდა, ან ზედმეტად გადახდილი თანხა დაიბრუნეს უკან. ძირითადად ტანსაცმლის და ტექნიკით ვაჭრობაა ყველაზე ისეთი ფართო სექტორები, საიდანაც შემოგდის განაცხადი. კი ბატონო, მე მინდა კითხოთ უშუალოდ ამ კვირეულით მომხმარებელი რა სარგებელს მიიღებს, როგორ აისახება ეს მომხმარებელზე და დღეს რამდენად დაცულია საქართველოში მომხმარებელთა უფლებები? მე ვფიქრობ, რომ დღეს საკანონმდებლო გარანტიები მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არის საკმაოდ მაღალი სტანდარტის, ის თანხმდრაშია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან დაახლოებით 85%-ით, ამიტომ მთავარია ინფორმირებული მომხმარებელი უკვე აქვს ყველა ბერკეტი, რომ საკუთარი უფლებები დაიცვას. პირველი ნაბიჯი არის, რომ თუ საკითხია გასარკვევი მიმართავთ მოვაჭრეს, თუ მოვაჭრესთან ვერ ვთანხმდებით, ამის შემდეგ არის უკვე კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტო. მე ვფიქრობ, ძალიან ბევრი მომხმარებელია უკვე, რომელსაც რეალური შედეგი მიიღო. ეს ნიშნავს, რომ ან თანხა დაუბრუნდა, ან ნივთი გამოუცვალეს, ან ნივთი შეუკეთეს, ან დაკარგული ნივთის საზღაურია უნაზღაურეს და ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ბევრ მსგავს ოპერაციასთან აქვს ჩვენს მომხმარებლებს შეხება და პრობლემის არსებობის შემთხვევაში არის უწყება, რომელსაც ერთ თვეში შეუძლია აღნიშნული საკითხის გადაჭრა. დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღეს გაიხსნა კვირეული და 15 მარტამდე გაგრძელდება. დღეს თბილისში მოხდა გახსნა, ხოლო შემდეგ დღეებში უკვე გადაინაცვლებს სხვადასხვა ქალაქებში და რეგიონებში. მე ამით დაგემშვიდობებით და ყველა მომხმარებელს ვილოცავ ამ დღეს.